გოგოებო, დღეიდან ამ მოსაცმელებით აღარ ივარჯიშებთ. გასაგებია? კარგი, მაგრამ რატომ? გოგოებო, დღეს დიანაც უთხასიათზეა. არ ვიცი, მასკოტ. გოგოებო, უბრალოდ ძალიან ცხელა იმისთვის, რომ მოსაცმელებით ვივარჯიშოთ და არ უვლით საერთოდ თქვენს ფორმებს. ნახეთ, თქვენს ზედებს რა სჭირს. იღლიებთან გამოხეულია. არ ვიცი, დიანა, მაგრამ ყოველ კვირა ვრეცხავთ ჩვენს ფორმებს. არასად არ არის გამოხეული, ძალიან კარგ მდგომარეობაშია ჩემი ზედა. გოგოებო, იმისთვის, რომ ჩვენი ფორმები არ გავანადგუროთ, ამიერიდან ამ სპორტულებით ვივარჯიშებთ. და შენ, დიანა, დარწმუნებული ვარ თვითონ ბანის ფორმით ივარჯიშებს. მართალი ვარ, დიანა? არა, გოგოებო, მეც სპორტულებით ვივარჯიშებ. კარგი, მასკოტ, შეგიძლია გახვიდე, უნდა გამოვიცვალოთ. უბრალოდ შევტრიალდები. კარგი, შეგიძლია შემომბრუნდე, გამოვიცვალეთ. მეგობრებო, მოდით ვარჯიში ჩხუბის გარეშე დავიწყოთ. ბაჭია ჩილიდერები საუკეთესოები არიან. კარგით, გოგოებო, დავიწყოთ ვარჯიში. უნდა გავიმარჯვოთ. გამარჯვება! ბანი საუკეთესოა! ბანი მაგარია! მეგობრებო, დღეს გოგოები ხო არ შევაშინოთ. სმაილ კალათბურთელები აღარ ვართ, ლუზერები ვართ, გასაგებია? მაქს, მოდი გაჩუმდი და სმაილს მოусმინე. მეგობრებო, მართალია კალათბურთელები აღარ ვართ, მაგრამ არც ლუზერები არ ვართ, ჩვენ ახლა მაგრები ვართ. მაქს, წამოდი. მაგრამ სმაილ, მაგრები სპორტსმენები არიან, სულ ქუჩაში კი არ ატარებენ დროს. მომისმინე, მაქს, შეგიძლია წახვიდე და თამაში გააგრძელო, მაგრამ ჩვენთან ვერ იქნები. მაქს, ხო ხარ ჩვენთან? ხო, თქვენთან ვარ. გამარჯვება! ბანი მაგარია! გოგოებო, გააგრძელეთ ვარჯიში, მოვალახლავე. გამარჯვება კალათბურთელებო. რა ხდება? რატომ არ გაცვიათ ფორმები? ვარჯიში გქონდა და დავამთავრეთ. კარგი, მიხარია. ჩვენ კალათბურთელები აღარ ვართ, ფორმები დავაბრუნეთ. ხო, კალათბურთელები მაგარი ტიპები გახდნენ. მოიცადე, სმაილ, არაფერი მესმის. არას გულისხმობთ, კალათბურთელები აღარ ხართ? ამიხსენით. გოგოებო, ვარჯიში დამთავრებულია. აბა? ვერ გაიგეთ, თქვენთან ერთად დარბაზში ერთად ვეღარ ვივარჯიშებთ. შეგიძლია აქ ფეხბურთელი დიმა მოიყვანო. დიარა, შენ მოკლეს, რომ დიმასთან ყველაფერი გააფუჭა. რა? სერიოზულად? სიმართლე და მოქმედების გამო აღარ ხართ კალათბურთელები? ჯანდაბა, მერი გაოცებული ვარ, ამას ნამდვილად არ ველოდებოდი. მაქს, უნდა დარჩე, მე არ მითამაშია სიმართლე თუ მოქმედება, დიანასნაირი არ ვარ. ხო, ჩვენ დაგელოდებით, სანამ ყველაფერს მოაგვარებთ. მასკოტ, შეგიძლია გამოიცვალო, ვარჯიში დამთავრებულია. მერი, იბრძოლე შენი მაქსისთვის. სმაილ, მომისმინე, უბრალოდ სიმართლე თუ მოქმედება იყო. არ დატოვო კალათბურთი, გთხოვ? ხომ იცი რომ დიმასთვის არაფერს თუ არაფერი ხდება, მაშინ ბიჭებთან სიმართლე და მოქმედებას ნუ ითამაშებ. ახლა წავედით. აბა, კარგად ჩილიდერებო. ჯანდაბა, არა, დიანა, სერიოზულად? მგონი ხო? კარგი, დიანა, ნუ წუხდები. სმაილი ცოტა ხანი ესე იქნება და მე ყველაფერი თავის ადგილს დადგება. გოგოებო, არ ვიცი. გოგოებო, ვარჯიში არ გავაგრძელოთ კალათბურთელების გამო, რატო უნდა გავბრაზდეთ? მასკოტ, ნუ ერევი. იცი რა, დიანა, მე მგონი დიმას უნდა სთხოვო, რომ სმაილს ყველაფერი აუხსნას. უბრალოდ თამაში იყო. გოგოებო, შემიძლია ვცადო, მაგრამ ხოლმე იმ შემთხვევაში, თუ დიმა დამთანხმდება. ის გადაწყვიტა, რომ რომანტიკული ლანჩი მოამზადო? ხო, პიცა, მინდა რომ რაღაც გითხრა. ღმერთო ჩემო, ვინმე რომ შემოვიდეს? არ შემოვლენ, ერთი წამი. ვაიმე, რა უნდა აღიაროს, თავისი სიყვარული? მოკლედ, კაფე აღარ მუშაობს. მორჩა, არავინ აღარ შეგვაწუხებს, მხოლოდ მე და შენ ვართ. მხოლოდ მე და შენ? და რა გინდა რომ აღიარო? მოკლედ, პიცა, ხელები მომეცი. მინდა გითხრა, რომ ძალიან კეთილი და ლამაზი ხარ, ნასციას არ გავხარ და უკვე შემიყვარდი. ღმერთო ჩემო, ის მართლა? რა სიურპრიზია? მგონი მეც მიყვარხარ. რა, კაფე არ მუშაობს? რაიან, რა მოხდა? კაფე არ მუშაობს, ეს ნორმალურია, შემშელის გამკვდები და არ მუშაობს. რაიან, იქნებ აისი საპირფარეშოში გავიდა. კარების გაღება სცადე, იქნებ ღია. რატომ უნდა უცადო კარების გაღება, როდესაც აწერია, რომ არ მუშაობს? ალბათ უნდა დაველოდოთ. კარგი, შენ დაელოდე, მაგრამ მე უნდა შევიდე. ой, ცოტა ფრთხილად. გოგოებო, ღია? ისე ვამაყობ ჩემი პატრიკით. რა არის საამაყო? სერიოზულად კაფე ღია, რა დებილი ვარ. ეს რას ნიშნავს? კაფე არ მუშაობს, რა რომანტიკული ლანჩი მოაწყე? მიდი პიცა გავიგეთე. სიყვარულის საღამომდეც მოიცდის. განცხადებას ვერ გითხულობთ, ხო დავწერე გარკვევით, რომ დღეს კაფე არ მუშაობს. პიცა გაგვიკეთე, გვშია.
აი ეს რა განცხადებაა, ტყუილია? რა საშინლად იქცევით? იქნება ის თავისი დრო უნდა პირადი. კარგი პიცა არა უშოვს, რომელი პიცა გინდათ? პეპერონი. მე ვეგანური პიცა მინდა, სოკოთი. ვინ გითხრა რომ მე განცხადება უნდა ჩამოგეხსნა? ვერ ვიფიქრებდი რომ აქ რომანტიკული საღამო გქონდა მოწყობილი. ხო, როგორც ხედავ იყო, მაგრამ თქვენი წყალობით უკვე ჩაიშალა. ეს ურთიერთობები აი ის შეყვარებული იშოვა და ეგრევე სამსახური დაავიწყდა. გეთანხმებით, ან ლატე ბოლოს მჟავე იყო. და პიცაც დამწვარი იყო. აბა მოგესალმეთ, მაგრები მოვიდნენ. ყველას გამარჯობა. აი, ეს იგი მინდა. მოიცა რაღაც მომესმა თუ მართლა თქვენს რომ მაგრები არიან. აქ ყველა ფიქრობს რომ ისინი მაგრები არიან. როგორ ის და იგი გინდათ? ლაიტი. ჰეი, მაგარო ბიჭებო, გირჩევთ ხურ და დაუტოვოთ ჩემს აის, რადგან ძალიან მაგარ სტეიქს აკეთებს. რა? მოდი შენ ჩუმად შენთვის იჯექი. და ტიპები აის შენ დაუტოვე. უხეშები, აის მე უხეშნენ. აის ვერ ხედავ შენ შეყვარებულ სულად მოიქცენ. მიდი დააჩვენე, თან მე სულად მეკცევიან და ჩემს გამოცე. ერთი რომ იყოს კიდე მივიდოდი, მაგრამ სამთან ჩხუბს არ ვაპირებ. გოგოებო, მოდით დიმა ერთად დავარწმუნოთ, მარტო მე არ მომისმენს ხომ იცით? დიანა, ნუ ნერვიულობ, დავარწმუნებთ. ხო, მთავარია რომ მწვანე არ იყოს იქ. შეხედეთ. ვა, ბანის ფორმა აღარაცვია, ბანი აღარ არის. მისმენთ ბაყაყებო, თქვენნაირად არ ვართ, სამთარზაფხულ ერთი ფერი. ხო, დიანას არ შეეხოთ, ნერვებს ნუ გვიშლით. ღმერთო ჩემო, ბანი ცუთხასიათზეა? ვისადარდებს ყოველთვის მოწყენილები არიან. მოწყენილები და გაბრაზებულები. ბანი, აქ რას აკეთებთ? შეყვარებულებთან ერთად ვართ სხვათა შორის. ხო, წადით, კალათბურთელები იპოვეთ. კოსტა, გძნობდი რომ რაღაც მოხდებოდა. დიმა, კარგი რა. მწვანე, სხვათა შორის დიმას უნდა დაველაპარაკო. ხო, სერიოზულ თემაზე გვაქვს სასაუბრო. და მწვანე, იცოდე არ ჩაერიო. დიმა, სმაილმა დაამთავრა თავისი კალათბურთის კარიერა. ვა, რა მაგარია, ახლა ჩვენი ფეხბურთელები არიან ყველაზე მაგრები სკოლაში. ხო, კოსტა, საუკეთესო ხარ. დიანა, მე რა შუაში ვარ, სმაილის გადაწყვეტილებაა. ხო, რა თქმა უნდა, დიანა და დიმა დამნაშავეები არ არიან. არ მესმის, რამე არის, რაც არ ვიცი? ხო, მწვანე, ბევრი რაღაც არიცი. მე და დიმამ სიმართლე თუ მოქმედება ვითამაშეთ. ხო, და დიანამ წააგო დიმასთან და აკოცა. ხო, და კალათბურთელები აღარ არიან. საათისფერო, ეს უბრალოდ თამაშია. რა? გაგიჟდი? მოთამაშე. მწვანე, დამშვიდი, დიმას მიმართ არაფერს უგრძნობ, უბრალოდ მოვედი რომ დამეხმარო სმაილთან ურთიერთობის აღდგენაში. ეი, მომისმინე, ძალიან დამღალე უკვე, წადი და სმაილს შენ თვითონ დაელაპარაკე. მე და დიმა კიდევ ცალკე ვისაუბრებთ. მწვანე, კოცნა იყო დიმას და დიანას შორის. ხო, მხოლოდ დიმას შეუძლია დაამტკიცოს, რომ უბრალოდ თამაში იყო. კარგია, რომ ასე თამაშებს არ ვთამაშობ. კარინა, მიყვარხარ. მეც მიყვარხარ საყვარელო. არა, საათისფერო, სმაილს უნდა დაველაპარაკო, იმიტომ რომ დიანასთან ფლირტი მე დავიწყე. მწვანე, რა თქვა? რა და თვითონ დაიწყო დიანასთან ფლირტაობა, მისი ბრალი არ არის. უბრალოდ უნდა დავშორდე, მორჩა. მწვანე, ნუ ნერვიულობ. დიმა შენ დაგიბრუნდება საბოლოოდ. კოსტა, ამაზე იცოდი? ხო, ვიცოდი. რატომ არ მითხარი? არ მინდა თქვენ ურთიერთობებში ჩარევა, არ მჭირდება. მწვანე, კოსტას არ შეეხო. ჩემი სიყვარული იდეალურია. კარინა, ძალიან მიხარია, რომ იდეალური შეყვარებული ყავს. კოსტა, იცოდე არ ჩაერიო. მწვანემ და დიმამ უნდა მოაგვარონ თვითონ, დამღალეს. კარინა, ვითამაშოთ. ვითამაშოთ, კოცნაზე. მია, გახსოვს რომ შენ ჩვენი კუდი ხარ? ხო, ჩვენთან ერთად არ ხარ. თქვენი კუდი არ ვარ, უბრალოდ ამ სკოლაში ვსწავლობ მეც. ხო, მე ამ სკოლაში ვსწავლობ, მაგრამ იანა და მე ვერ დაგტოვებთ, თორემ შეგჭამენ. ხო, აქ სულ გველები სწავლობენ. რას გულისხმობთ? მია, ერთი შემოთავაზება გვაქვს. დაგიცავთ და არავის მიუცემთ უფლებას გაწყენინოს. და ჩემგან რა გინდა თანაცვლოდ? ტანსაცმელებს მოგცემ შენი მაღაზიიდან. ხო, არ მოვაჭრით მარკებს, უბრალოდ ჩავიცვამთ კლუბში და შემდეგ დაგიბრუნებთ. რა, გაგიჟდით? პატრონმა რო გაიგოს ეს ყველაფერი, იცით რას მიზამს? არაფერს. ჩვენ ვხედავთ შენს ჯინსებზე მარკას, ამიტომ შენც იმავეს აკეთებ. რა? არა, მე ეს ჯინსები ვიყიდე უკვე. მორჩა, ხედავთ? ხო, იყიდა. კარგი, შეგიძლია ცადო ამ სკოლაში მარტო გაძლევა, მაგრამ ჩვენ გარეშე ერთი დღეც ვერ გაძლებ. კარგი, მოიცადეთ, რანაირი ტანსაცმელი გინდათ, მითხარით, ჯერ ამიხსენით. გამარჯობა. გამარჯობა, ბაჭიებო, ჩემი ახალი კურთუ გინახეთ. ვნახეთ რაიან, ძალიან მაგარია. მისმინე სმაილ, შეგიძლია დიმას მოусმინო? სიმართლეს გეტყვის. მეგობრებო, ეს გაიგონეთ, ფეხბურთელ დიმას უნდა რომ ამიხსნას ჩემ შეყვარებულს რატო აკოცა. სმაილ, ეგრე ნუ იქცევი, მოусმინე დიმას. სმაილ, ეს დიანას ბრალი არ არის, უბრალოდ თამაში იყო და ფლირტი პირველად მე დავიწყე. მეგობრებო, თქვენ ადგილას ჩრილდერებს არაფერს არ დაუჯერებთ. დიმა, შენს გამო ჩვენ კალათბურთი მივატოვეთ.
დიმა არ იცი რომ სხვების შეყვარებულებს არ უნდა აკოცო, ამას ნამდვილი კაცები არ აკეთებენ. სმაილ დაწყნარდი ეს კოცნა მეც დავინახე და არაფერი სერიოზული არ იყო, უბრალოდ თამაშია. შეიძლება შენთვის არ იყოს სერიოზული, მაგრამ მე ამას არ ვაპატიებდი. გთხოვთ ნუ ერევით ჩვენ საუბარში, ეს გვეხება მე, დიმას და სმაილს. სმაილ, გთხოვ, მინდა რომ ბოდიში მოგიხადო. გთხოვ, დაუბრუნდი კალათბურთს და თქვენც ბიჭებო, არ შეიძლება ასე. აბა მეგობრებო, რას ფიქრობთ, უნდა ვაპატიო ჩემ შეყვარებულს თუ არა? თუ ჯობია დიმა ფეხბურთო სკოლის გარეთ მივხედო. თუ თავს ასე უკეთესად იგრძნობ, მაშინ ასე იყოს, მაგრამ ეს დიანას ბრალი არ არის. ბიჭებო, მოდით ჩხუბი არ გინდათ. სმაილ არა მე უბრალოდ შეხედე. აი გზის და ალბათ სიყვარული აუხსნა, არა? რომანტიკული ვახშამია. კარგი რა, რატომ წუხდები? ვის ადარდებს? უბრალოდ მინდა რომ მაქსი დაუბრუნდეს კალათბურთს. ბიჭებო, გთავაზობთ რომ აქედან წავიდეთ, ეს ჩხუბები ნერვებს მისლის. ხო, წავიდეთ. წვანე ჩაი ბაყაყებისთვის. ვა, ნახეთ აქ ვინ არის? მოდით მოვუსმინოთ რას საუბრობენ. სმაილ, მისმინე თუ კალათბურთის დატოვება გინდა, მაშინ მეც დამშორდი ბარემ. და რა არის ეს ცირკია? დიანა, რა ცირკი, ფეხბურთელს აკოცე, შენ ყოფილ შეყვარებულს, ეს შენთვის ცირკია? ვაუ, ნახეთ აქ რა ხდება? ეს გაიგეთ, კალათბურთელებმა კალათბურთს თავი დაანებეს? ახალი ამბავი არ არის, $100 ვდებ რომ დაშორდებიან კიდეც. სმაილ, დაფიქრდი კი ან არა? აი, ის მადლობა ლატესთვის კლასში მივდივარ. რაიან, ფული ხო არ დაგავიწყდა. მეგობრებო, როგორი ვიყავი? კარგი იყავი, მე კლასში მივდივარ. სმაილ, ჩვენც უნდა წავიდეთ. კარგი რა, ჩაიც ვერ დავლიეთ. ძლივს წავიდნენ. ისა შენ გამო შემიძლია გაკვეთილი გავაცდინო, სად ვიყავით? რა და გითხარი რომ მეც მიყვარხარ აის. მეგობრებო, თქვენი ძალიან მომაყოფ, წინა ტესტი ყველამ კარგად დაწერეთ. დიანა, ნუ ხარ მოწყენილი. ნასტია, თავს ძალიან ცუდად უგრძნობ. მეგობრებო, თქვენ ძალიან მაბედნიერებთ, კოსტა, შენ მხოლოდ სიყვარულზე არ ფიქრობ, კარგია. ტიმურ, შენც ოჩახ, გომბეშვებო, თქვენც კარგად დაწერეთ. და მე მასწავლებელო მაიკ. ლეილა, როგორც ყოველთვის კარგი იყო, ამიტომ არ გამიკვირდა. დიანა, ნუ ხარ ცუდ ხასიათზე, ტესტი შენც ძალიან კარგად დაწერე. დიანა. ნასტია, დიანას რა ჭირს, არ ეძინა? არა, მასწავლებელო მაიკ, უბრალოდ პრობლემები აქვს სმაილთან. დიანა, თავი აწია და როული გადაშალე, ახლა სმაილზე გაბრაზების თუ არ არის, გაკვეთილი გვაქვს. მეგობრებო, დღეს საზომ ერთეულებს ვისწავლეთ ინგლისურად. დიანა, დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება, მალე შერიგდებით ძალიან. ნასტია, მინდა რომ დროზე მოვიდეს დასვენება, რომ წავიდე და სმაილს ბოდიში მოვუხადო. არ მინდა რომ ასე უბრალოდ დაანებოს თავი კალათბურთს. მია, ეს თემა კარგად იცი, შეგიძლია გადამაწერინო. რა? არ ვიცი. ჩუმა, შეგიძლია ლეილასგან გადაიწერო. დიმა, აბა რა ხდება, მოაგვარე სმაილთან. არა, სმაილი ხო იცი, უბრალოდ თავს იწორებდა. მეწოდება დიანა მაგასთან ერთად როა. მეგობრებო, მოდით დავიწყოთ. მია, შენ ახალი მოსწავლე ხარ, ამიტომ დაფასთან შენ გამოდი. მე დაფასთან გამოვიდე? მასწავლებელო მაიკ, მან ეს თემა კარგად არ იცის. კარგი რაია, შენ ხო იცი თემა, მაშინ შენ გამოდი. მე არც მე არ ვიცი ეს თემა, ლეილა გამოვიდეს, მას ხო ეცოდინება. მასწავლებელო მაიკ, შეიძლება უკვე მომემზადე. კარგი ლეილა, გამოდი. ახლა ლეილა ჩვენ ყველაფერს აგვახსნის. დიანა, სმაილის გამო არ მოიწყინო, ჩემ ახალ დატვირთულს შეხედე. რა? მასწავლებელო მაიკ, ლედი დიანა გიწერიათ? მაგრამ რატომ? ხო, იმიტომ რომ შენით ძალიან მომაყოფ და ახლა მიდი ეს თემა კარგად ისწავლე. ნასტია, მასწავლებელო მაიკ სტატუ აქვს და ლედი დიანა აწერია. რა? დიანა, თუ გინდა შემიძლია სმაილს ისევ დაველაპარაკო. არა, დიმა, მადლობა, ჩემით დაველაპარაკები. კარგი, წარმატებები. დიანა, ბოლო გაკვეთილია, სახლში მივდივარ თუ სადმე სხვაგან. გოგოებო, პირველ რიგში უნდა წავიდე და სმაილს დაველაპარაკო, ბოლო ჯერ. ნასტია, დიანასთან მივდივართ თუ არა? მე რა თქმა უნდა დიანასთან მივდივართ. დიანა, არ მისმის რა განერვიულებს, მაქსიც აღარ არის კალათბურთელი. სიმართლე რომ გითხრა, მე მაქსი ცუდი ადამიანია, უბრალოდ სმაილს დაყვება და საერთოდ არ მისმის ეს კალათბურთელები რას აკეთებენ. დამშვიდდით, მერი, სმაილს რომ დაველაპარაკები თუ მაპატიებს, მაშინ მაქსიც დაბრუნდება. იცით რა გოგოებო, დამღალეს ამ ბიჭებმა. მართალია, აისი რომ დამშორდა ვიტანჯებოდი, მაგრამ არანაირი აისი, არანაირი პრობლემა. ბიჭებო? სმაილ, რა კარგია რომ სალაპარაკოდ მოხვედი, საბოლოოდ მაინც. ვინ გითხრა რომ აქ სალაპარაკოდ მოვედი? აქ ჩვენი ნივთების ასაღებად ვართ. აქ სადღაც ჩემი საათი და ყელსაბამი უნდა იყოს.
სმაილ, ყველაფერს დაგიბრუნებ. აი ამ კარადაშია ყველაფერი, მაგრამ ჯერ მინდა რომ ბოდიში მოგიხადო. რაღაც ძალიან სულელური სიტუაცია გამოვიდა. გთხოვ, კალათბურთს დაუბრუნდი, გეხვეწები. ბიჭებო, თქვენც უნდა დაუბრუნდეთ. თქვენ გარეშე როგორ ვიქნებით? ჩირლიდერები კალათბურთელების გარეშე? ასე იქნება. სმაილ, გთხოვ. ჩირლიდერებო, ახლა თქვენ ფეხბურთელებთან ხართ. მეგობრებო, წავედით. აი, მაქს ჩემთვის არც კი შემოუხედავს. ხო, როგორი ამპარტავნები არიან. გოგოებო, ახლა ჩემთან სახლში წავიდეთ და გადავწყვიტოთ შემდეგ რა გავაკეთოთ. ბავშვებო, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ძარს. ახლა უნდა წავიდეთ. კარგად.